აი ეს რასაც ხელოვნური ინტელექტი გვიკეთებს, რომ შრომა და 8 წელი მატერიასთან ბრძოლა ომებს რო ეწირება, ამიტომ შრომობთ, ამდენ გამოთავისუფლდეს ადამიანი ინტელექტი მთლიანად, ის არ იყოს მონა, რომ ის მუშაობს, იმის თუ ბანკის ვალები გადაიხადოს წლების მანძილზე, რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი. ეს მონობა, რომ მთლიანად ეს გააკეთოს ინტელექტმა, ხელოვნურმა რობოტებმა, ტექნოლოგიებმა და მე ახლა რო შიშები აქვს, ვაიმე ადამიანი სამუშაოს დაკარგავსო და ეს შინია, წარმოგიდგენი რა მონოცნობიერება პირიქით სიხარულის ნაცვლად. სანამ შენ შიშით მუშაობდი, დილის აქედან იქამდე შიშის გამო, ხელფასის გამო, რომ 20 წლიანი ვალი გაქვს აღებული კრედიტი ბანკში, რომ ბინის პული დაფარო, სად ხარ თავისო მონახარ, აბა რა ხარ? იქნებ სულ არ მინდა მე დილას ავდგე 6 საათზე, 7 საათზე, არ მინდა. მეფე ვარ მე, მაშინ როდესაც მე იძულებული ვარ, რომ სამუშაოს და ხელფასის გამო ვიშრომო, აი მეფე როდის ვარ იცი, როცა ვაჟესავიში მემღერება და მღერი ვარ, მემუშავება და მუშაობ, მეხატება და ვხატავ, როცა შემოქმედები ვარ. აი იქნებ, აი ეს დრო დადგა რომ ეს ტექნიკა გვეუბნება თქვენ თავისუფალი ხარ, შეწყვიტეთ ომები, ახლა უაზრი არაა. შესაძლებლობა არსებობს სამყარო 64-ით გარდაქმნათ, ისხოვროთ ჰარმონიაში, მთელი ეს უნარები, წვდომის უნარები გამოიყენოთ იმისთვის, რომ სულიერი ძალები ააფეთქოთ. გული უნდა აფეთქდეს ახლა